მე გახლავართ ვაჟა დუმბაზე, ვიმყოფებით გურის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ-ხიდის თავში. ხეზე ვმუშაობ, ხეზე როგორ ბუნებაში პოულობ, ბუნების შექმნილ სილამაზეს, რაც ბუნება ასე მთლია, რომ ყველაზე დიდი ხელოვანი მაინც ბუნება არის მეთქი და აი აქედან შემდეგ ზოგიერთ ნამუშევარს ვაკლებ, ზოგს ვამატებ რაღაცებს და ვაძლევ ფერებს ბუნებასთან შეხამებით და ასეთ რაღაცებს სკულპტურებს ვამზადებ უბრალოდ აი ბუნების შექმნილი საოცრებებიდან მართლაც ასე შეიძლება ითქვას. ბავშვობაში იმდენად მიყვარდა აი ჭხირკედელობა, მამაჩემმა ნუდარ-დუმბაზე სამი მიყვარდა და ნუდარ-დუმბაზეც მოუყვა ამ ბაღანა ჩაკუჩი და რუსმანი ვერ დაუმალეთო და მაშინ ნუდარ-დუმბაზე მაჩუკა გერმანული ხელსაწყოების ნაბუქები და მე-5 მე-6 კლასში ვიყავი, როცა პირველი ნამუშევარი გავაკეთე. და ძალიან ყოფილი დავში და ამის შემდეგ მე დავიწყე რაღაცეები დუმბაძის მუზეუმში მუშაობ ნუდარ-დუმბაზის საღმუზეუმში ნუდარის ნაწარმოებებმა ჩემ ხელოვნებაში მხელა რაღაცა ბინა დაიდო ასე რომ ვთქვათ იცით აი ლიტერატურა რო არა ისე ჩემი შემოქმედებას რაღაც საღელებსაც ვერ დავარქმევდი აი ნუდარის ნაწარმოებიდან მე ვხედე მზეს დავარქვი რომელიც ძალიან უყვართ აი მხატვრებსაც კი და მოდიან როცა გამოფენა მქონია აი მზის ნახავად მოვდივარ ვაჟაც იმიტომ დამარქვეს რომ ძალიან ჩემ ოჯახს ყვარებია ვაჟა ფშაველა და მეც შეგიჟემდე მიყვართ და აი იმიტომ საღელიც აქედან დამარქვეს ძალიან მიყვარს ბუნება და ახლა გურიაში რომ ბუნება არ გეყვარება ადამიანს და დავდივარ და ყოფილა შემთხვევა ისეთი რომ აი ძალიან შორს წავსვლა კილომეტრები წავსვლა და არ მქონია წაღებული ისეთი ხელსაწყო რომ იქ ხემომწონებია წავსვლა მეორეჯერ ძალიან დიდი წოტი ყოფილა რაღაცა და იქ დამემუშავებია ესე მოკლედ რომ სახში წამოვიღო და თორე ვერ ვიცმენებდი, ვერ ვიძინებდი, რომ ის ხე, აი თუ ვინმე მაიღოს, ის რაც ხე მაქვს ნაპოვნი, უკვე ჩემ ფანტაზიაში ის მე რომ ამიდან რა გავაკეთო. მე თვითონ როცა მუშაობ ხეს აცლებს, ცუდ რაღაცებს, ბუნება მოგცეს საერთოდ მიმართულება. მე ვტრაბახობ თორა ბუნება შემოქმედი ჩემში. თინასავლე, იცით, რაზეც გოლი მწყდება დღეს რომ მესავლე ალბათ უკეთესია. ამ წუთას სამხატვრო კავშირის წევრად ვარ არჩევ. ორჯერ ამირჩიეს უკვე ეს ჩემი ნამუშევრების ოჯახში მეწყო ყოველთვის და არანაირად ფიქრი არ მქონია ვინმეს ენახა და რაღაცა. მაგრამ როცა ნახეს ეს ნამუშევარი, შენ თუ ქსიამონდესო შენი ნამუშევარი მითხრეს რომ სხვასაც ვაჩვენოთო და პრიზების დამსახურება, მაგრამ მე დიდად პრიზის მოყვარული არასოდეს არ ყოფილი ვარ. რო ვთქვა რომ სხვისთვის ვაკეთებ რაღაცებს, არა ვაკეთებ, პირველი მე უნდა მომეწონოს ჩემი ნამუშევრები. საერთოდ მიყვარს სიძველე. ძალიან მიყვარს მუზეუმები, შეიძლება საათობით ვიზგე და იქ ვათვალიერე და ამდენჯერზე მარტო წავსულ ვარ და აი მომიძებნია ეს სიძველეები რაც აქვს ჩემ სოფელში. ვცდილობ რომ აი გადმოვიტანო ეს ყველაფერი ჩემ ნამუშევარში. მაძლევს მიმართულება ეს დათვალიერება იმ წიგნებისაც კიდე რომელიც შის ხელოვნებაზე არის საუბარი და მეწოდება ზოგჯერ ჩემი თავი როცა უყურებ ხალხი ისეთი შემოქმედები არიან და შური არასოდეს არ მქონია, კეთილი შური მაქვს. ზარმაზარი სიღარული მაჩუკა თქვენმა გვერდში დგომამ ჯერ ხელსაწყოები შემიწინეთ ზურგეთის მუზეუმში შემდეგ იქიდან წავედით ლანჩხუთში მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ბათუმში თურმაიზის მუზეუმში ეს მუზეუმი თუ არსებობდა ისიც გავიცოდი და თქვენი შემწეობით მოხდა ეს ყველაფერი როცა ადამიანი და ხედავ გვერდში დგომას და ფასებას სიყვარულს როცა შენ შრომობ რაღაცებს აკეთებ ამხელა პატივს გცემს აი ეს დიდი მადლობა მისთვის მარტო რო არ ხარ